რატომ აუფასურებს ადამიანი საკუთარ თავს და სხვებს? თუ მუდმივად გესმით სხვებისგან, რომ ყველა დებილია, იდიოტია, ყველაფერი სისულელია, თქვენს წინაშე არა მხოლოდ კრიტიკული ადამიანი, არამედ ნარცისულად ტრავმირებული. ასეთი ადამიანი ყოველთვის ორ პოლუსშია. იდეალიზაციის, როცა ყველაფერი დიადია, გრანდიოზული, სუპერგმირები არიან, იდეალურები და მეორე პოლუსი გაუფასურების. ყველა არარაობა, იდიოტები, ჩემს იდეადესთან ვერავინ მოვა და რატომ ხდება ასე? ასეთი ადამიანები ვერ იტევენ რთულ გრძნობებს, ადამიანის თლიანობას. უფრო მარტივია ამ პრიმიტიული დაცვით ადამიანი ან ღმერთი იყოს, ან არარაობა. სხვა ვარიანტი არ არსებობს მისთვის. ოღონდ ამას ისაკეთებს არა მხოლოდ სხვებთან, არამედ ზუსტად ასე ექცევა საკუთარ თავსაც. დღეს გენიოსია, ხვალ საერთოდ არაფერი. თუ თქვენ გიწევთ ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან, ან თავად გაქვთ მსგავსი ნიშნები, ეს ხასიათი არ გეგონათ. ესაა ფსიქიკის დამცავი მექანიზმი, რომელიც ადამიანს იცავს ტკივილისგან, რეალობასთან შეხვედრისგან, სადაც ადამიანები ყველანაირები არიან, რომ არავინა არც იდეალური და არც სრული არ არაო.